თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სრულდება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სერდარ ბერდიმუჰამედოვმა არაერთი უმაღლესი დონის შეხვედრა გამართა. სულ რამდენიმე წუთის წინ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კოლბაღიძესთან ერთად ბრიფინგი გამართა და გაკეთდა ერთობლივი განცხადებები. საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სხვა მნიშვნელოვანი თემები. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი ანა ბროლაძე მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ანა, როგორი იყო ძირითადი გზავნილები? ბუნებრივია დღესაც ერთობლივი განცხადებების ფორმატში ძირითადი გზავნილები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერებაზე და იმ პოტენციალის სრულად გამოყენებაზე, რომელიც საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებობს, იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრალური აზიის ეს სახელმწიფო არის მნიშვნელოვანი რგოლი ეგრეთ წოდებული აბრეშუმის გზის მარშრუტისა და საქართველოს როგორც დაკავშირებადობის კუთხით ასევე მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც თავის ფუნქციას ფლობს ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა და დღეს სწორედ ამ საკითხზეც იყო ხაზგასმა ერთობლივი განცხადებების დროს, როდესაც საქართველოს პრემიერმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია ის მარშრუტები, რომელიც ორი ქვეყნის სამომავლო კიდევ უფრო მეტად აქტიური თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. ამ ერთობლივ განცხადებებს კი წინ უძღოდა პირისპირი ფორმატის შეხვედრა სტუმარსა და ამ შემთხვევაში მასპინძელს შორის და შემდგომ უკვე ამ პირისპირი ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით წარიმართა დისკუსიები და გაფართოებული ფორმატის დასრულების შემდგომ უკვე მხარეებმა გააფორმეს მემორანდუმი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად და ითქვა, რომ ეს მემორანდუმები და დოკუმენტებით განმტკიცებული ურთიერთობა არის იმის წინაპირობა, რომ კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყანა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყანა თურქმენეთს შორის, მათ შორის ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ თურქმენეთს აქვს გაცხადებული ინტერესი საქართველოში დაგეგმილი პორტების განხორციელების პროცესში ჩაერთოს. შუა აზია ზოგადად საქართველოსთვის არის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონი. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორს და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს თურქმენეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს, ეკონომიკური განვითარების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებისა და სოციალური პროგრესის მიმართულებით. გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა ინიციატივებმა და პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და განვითარებისათვის მყარი საფუძვლის შექმნაში. დელეგაციებთან ერთად ჩვენ გქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ვაჭრობის ზრდისა და სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, მათ შორის დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაფართოვოთ პოლიტიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა, დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ურთიერთობა კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს. საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი. თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს დადებითი განვითარების კუთხით. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თვისობრივად ახალ დონეზე ჩვენი ურთიერთობების აყვანას. ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთს საქართველოს ბიზნეს ფორუმის დროს ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, როგორიცაა წარმოებული პროდუქციის მიმოცვლა. აღვნიშნეთ, რომ ჩვენს ქვეყნებს აქვს შესაძლებლობა, რომ სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს და ეს არის ჩვენი თანამშრომლობის სფერო. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნეს ურთიერთობებს, ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას. გსურს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები. სამხრეთ კავკასია არის ერთ-ერთი ნაწილი კასპიისა და კავკასიის ქვეყნებს შორის გამომავალი მარშრუტის ფონზე. ამ კონტექსტში მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ერთობლივი სატრანსპორტო და ლოგისტიკის პორტფელი ძალიან იმედის მომცემ პროექტებს მოიცავს. როგორიც არის მაგალითად ლაზურიტის დერეფანი, რომელშიც ასევე შედიან
ავღანეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ასევე კასპიისა და შავი ზღვის დერეფანი, რომელიც მოიცავს თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთს. ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ სატრანსპორტო დერეფანში. შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა ამ პროექტის ფარგლებში. ასევე ვითანამშრომლებთ სხვა მონაწილე მხარეებთან. სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას კასპიისა და შავი ზღვის პორტებზეა საუბარი ორმხრივი სარგებლის მისაღებად. გვინდა რომ პარტნიორობა დამყარდეს ენერგეტიკის, სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის წარმოების, ტექსტილის, სამშენებლო და კიდევ სხვა ბევრ სფეროში. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა თურქმენეთის პრეზიდენტმა დაასრულა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური შეხვედრები. სერდარ ბერდიმუჰამედოვმა და მისი დელეგაცია დღეს დატოვებს თბილისს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში თურქმენეთიდან ესეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა 2015 წლის შემდგომ, როდესაც ქვეყანას სწუმრობდა თურქმენეთის ყოფილი პრეზიდენტი და სერდარ ბერდიმუჰამედოვის მამა გულბანგულ ბერდიმუჰამედოვი. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების და თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით ეს ვიზიტიც ადასტურებს მსაობას, რომ ორმა ქვეყანამ ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიურ და მაღალი დონის ურთიერთობების რეჟიმში გადაიყვანოს. მადლობა, პირდაპირ ეთერში ანა ბროლაძე საუბრობდა.